ტატო სეიგანის კოსმოსმა დაგლიჯა. სეზონის ბოლოს 2-3 მომარაგებინეთ ზაფხულისთვის. ანუ წიგნი ერთი დონაციაც უნდა გამოუშვა კიდე ან წიგნზე ბაზრობს სერიალს უყურე ანუ ორივე ძალიან კაია მაგრამ სეიგანის მოძველებული არ არის ახლა დღეს ანუ ამ ახალი არ ჯობია არა ნახე როგორ სერიალს ამბობ ხო როგორ არის იცი ახალი ძალიან კაია ანუ გაკეთებული ძალიან ის ძალიან მაგარია ბიჭო იმიტომ ხარ რაღაცა ფუნდამენტალური ხო არის მეცნიერებაში რაც არ ძველდება რა არა მე მგონი ვიზუალურად ცოტა კი მაგრამ ეს ისტორიას გიყვება რა ეგა საინტერესო ისტორიას გიყვება რაღაცა მოვლენებზე რომელიც არიცი და არიცოდი და რაღაცა და მაგრამ ნახე მე რაღაც მეცნიერულ ფაქტებზე რომელიც მე წლების განმავლობაში უფრო მეტი გავიგეთ რაღაცაზე რაღაცა შეიცვალა ის აქ გადაკეთებული აქ ამას რა მხრივ ღონიცი როგორც ჯორჯ ლუკასმა გადააკეთა Star Wars ეგრე კი არა დატოვებული აქვს ის და ყველა სერიის ბოლოს იჩიტება თვითონ ბებერი უკვე სიკვდილამდე რამდენი წილთად არის 96-იან 17 წელია რა და ამბობს რომ აი აქ რო ვთქვი ეს სხვათა შორის ეს მოხდა ან ეს არასწორი იყო ესეო და მაგებს ბაზრობს რა ეგ არის ნილ დეგრას ტაისონი თვითონ ყვება ხო საგანს რო შეხვდა პატარა რო იყო კი ძალიან მაგარი კაცი იყო ჩემი ის არის ერთ-ერთი ფავორიტი ადამიანია კაცობრიობის ისტორიაში ანუ აი ადამიანი აი მარტო ადამიანი როგორი უნდა იყოს რას უნდა აკეთებდეს კაცობრიობისთვის და ადამიანებისთვის და იმისთვის რომ უკეთესად ცხოვრობდნენ ადამიანები და როგორ ცდილობს ტიპი რომ გააკეთილშობილოს ადამიანები ზოგადად სამყაროში სოფლიოში არა მარტო თავისად უბანში სოფლიოში რომ გააკეთილშობილოს უკეთესად აქციოს ადამიანები იმის რომ აი ამ ადამიანებმა სხვა ადამიანები აქციონ უკეთესად იმის რომ ადამიანებმა ყველამ ბედნიერად და კარგად ვიცხოვროთ და მაგისკენ ვისწრაფოდეთ მაინც აი მაგალითი ერთ-ერთი ტიპი მაგისი არის ჩემთვის ეს გალსეიგანი აუცილებლად მეგობრებო ნახეთ კოსმოსი ან სეიგანის ან ახალი ქართულად გახმოვანებულიც არის მე ქართულად მაქვს ნანახი აგერ აჭარნეტი ჩაირთო საერთოდ რაც ძალიან კარგია იმიტომ რომ ლეგალური პლატფორმა რაც შემოვიდა იმაზე არაფერი არ არის და ამ შემთხვევაში მე არ მივესალმები ამას არ ვიცი ჩაირთო და დაალაგეს რეგულაციები გამოვურთეთ თუ რა არ ვიცი ანუ ფილმებისა და ძალიან მნიშვნელოვანია და ანუ ვისაც ნანახი არ გაქვთ ნახეთ ძალიან საინტერესოა რა აი არ ვიცი მაგაზე საინტერესო რა შეიძლება იყოს სამყაროს შესახებ რაც იცის მეცნიერება იმას გიყვებიან შენ ენაზე თან რომ გაგაგებინო ჩაინიკი რო ხარ სიტყვას და არ იცი შენ ენაზე გიყვებიან და არის აი ვიზუალურადაც ისტორიებითაც ისეთი საინტერესოა რომ თვალს ვერ მოწყვეტ რა აუცილებლად ნახეთ კოსმოსი რო ჩაწეროთ ამოგიგდებთ კოსმოსის რაღაცა შეთქმულების თეორიებს ან რაღაცა თეორიებს რო იგონებენ ხოლმე ტიპები რა რაღაცებს რო იგონებენ ხოლმე რა იმისთვის რომ აშკარად თავისი მოსაწყენი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადონ სიტყვაზე სამყარო ისედაც თლიანად სოფლიო თუ სამყარო ზოგადად ამ სოფლიოს ისტორია კაცობრიობის ისტორია იმდენად საინტერესოა ისედაც იმდენი რაღაცა არის რომ არ გჭირდება რაღაცებს მოგონება იმის რომ ეს მაგრამ იმას არ იციან ხო ბაზარია არ წაუკითხავთ არ გაუგებთ არ უნახავთ და რო კოსმოსი ქვია კოსმოსი ახალსაც რო ნახავენ ან რო გაიგებენ მე ხვდება ადამიანი რომ თურმე რამდენი რაღაცა გამიმაზავს თურმე არ ცოდნია ყველაფერი რომ მე მეგონა რომ ვიცოდი თურმე ცოტა დებილი ყოფილვარ მე კიდევ აპირებ ყურებას ახლა ანუ ერთხელ ნახო კიდე ყველაზე კარგი არის რომ გაიაზრებ ადამიანი რომ დებილი ხარ ეგ არის ყველაზე ეგ არის იდეა ეგ არის გამოღვიძების აი მატრიცაში ნეო რო იღვიძებს აი ეგ არის რომ თურმე დებილი ვარტო იმიტომ როგორც გიფიქრებ ადამიანები მე ყველაფერი ვიცი ან მე რაც მჭირდება ვიცი კოსმოსი სივრცე დრო არ ქვიაო არ დამთავრებული ამბავი კოსმოსზე რომ მოვიწერე მეგონა ჩემი სახელით მიცნობდი მაგრამ ლუკამ არ წაიკითხაო 28 წლის უციგნური გწერს ხო ეგრე ქვია ნამდვილად პირველ სეზონს ეგრე ქვია Space Time Odyssey კოსმოს Space Time Odyssey მაგრამ როგორც ფოქს ქართულად Space Time Odyssey ის არის სეგანის მილდეგრას ტაისონის არის მე მგონი არა კოსმოს სივრცე და დრო და ეს რომელია ახალია ხო ახალს ქვია ზოს პოსტა კოსმოსი ქვია და ეგ არ არის აჭარანეძე ეგ YouTube-ზე იყო ადრე მე YouTube-ზე ვუყურე და მე რაღაც სერიები მე მგონი აიღეს თუ რაღაცა მაგრამ შეიძლება იმეებზე იყოს აი Daily Motion-ზე ან რაღაც საიტებზე შეიძლება იდოს რა ყველას როგორ მეორე სეზონიც არის როგორც იცი ამის ხო მეორე სეზონი არ მინახავს დეგრას ტაისონის ხო უი არის მეორე სეზონი ეგრე ვიცი რომ არის ვაი არ ვიცი ან შეიძლება ნახე მაგდა ხო და მოკლედ მეგობრებო არ ვიცი
არის უსაინტერესო ეს ამაზე საინტერესოს არ ვიცი მე რა. არა, თან ძალიან საინტერესოდ გიყვება მარტო იმას არა, მეცნიერებაზე ზოგადად რაღაცა კონკრეტულ ამბებს გიყვებიან რა. როგორ აღმოაჩინეს პირველ რაღაცა როგორ გაიგო რა. კარგი ანიმაციური შორტები აქვთ ჩართული. მივიდა ვიღაცა ტიპი რაღაცა დასკვნამდე და შენ ხვდები რომ ეს მეცნიერება ის კი არა რომ ეს რაღაცა გაუნათდა არა შრომის და ფიქრის და 1000 წლის შედეგია, იმიტომ რომ ეს ადამიანი რაღაც დასკვნამდე რომ მივიდა იქამდე სხვა დასკვნებამდე რომ ეს მივიდა ამ დასკვნამდე სხვა დასკვნებამდე კიდე 1000 მეცნიერი მივიდა. ხო და ამან იმას გნომერ. მაგის კომენტარებში რა კოსმოს აჭარნეთზე რომ უყურე თავის დროზე კომენტარებში რა თქმა უნდა ვიკომენტარებს ნუ ეხა სისულელე და ბულშიტი და ვიღაცა ეგეთები იყვნენ და მე რა აქედან ვიღაცა მუხსტინა რომ შვილო ეს ყველაფერი რო არ იყოს ესე მაშინ ეს არ იმუშავებდა ხო და ეხა რაღაცის გჯერა არ გჯერაზე არ არის როცა რაღაცები იტესტება და შენ შეგიძლია რომ დატესტო და იმუშავებს და ადამიანებს ეგ არ უნდათ რა რადგან არის როგორ ეკვივალენტია ხოლმე ეს ეხა ჩემი მწირეცოდნითაც და ეხა საშუალო სტატისტიკურ ქართულზე დარწმუნებული ვარ რომ ცოტა მეტრაჟი შევერკვე მაკუთხით 2014-ის აი როგორ ბოდიშატო 2014-ის არ არის ძველი სეგანის უფრო ძველი 2014-ის არის ეს 60-იანების ახალი 80-იანების დასწრის საშუალო აი როგორ რაღაც ტიპის კომენტარები მინახავს ძალიან ბევრი ძალიან სასაცილო მაგ განსაკუთრებით ბიოლოგიაზე ევოლუციის თეორიაზე და ბევრი საკითხს რა ისეზე რომ აი ეკვივალენტი არის ეს რომ ტიპი რომ მობილური ტელეფონით კომენტარს გიწერს Facebook-ზე, რომ კომენტარში შინაარსია რომ ტიპს არ ჯერა რომ არსებობს ელექტროენერგია და ინტერნეტი. აი ტიპი არ ჯერა რომ ელექტროენერგია და ინტერნეტი არსებობს, რომ კომენტარს გიწერს Facebook-ზე მობილური ტელეფონით რა. აი ეგეთ ტიპის ეკვივალენტი კომენტარები მაქვს წაკითხული რომ ბიოლოგიაზე მაგალითად რომ აი რაღაცის არ ჯერან იმას ვერ აანალიზებს თავისი პატარა ტვინით რომ ამ რაღაცის რო არ ჯერა მაშინ ესეც არ უნდა მუშაობდეს ეს გენეტიკა მაგალითად ვაფშე არ უნდა მუშაობდეს ის თუ ტყუილია მაშინ ექიმთან უნდა დიხარ ვაფშე ნუ მიდიხარ ექიმთან რატყუებს ესე იგი ის ტიპი იმიტომ რომ ექიმი რო რაღაცას გეუბნა წამალს რო გინიშნავს ამ წამალს რო გინიშნავს რაღაცა გამოკვლევის შედეგად ეს გამოკვლევა რო არის პასუხი ზუსტი არის იმიტომ რომ ეს მართალია და მუშაობს და შენ ამისი არ მჯერა მეძოდეს და ოღონდ გადაობა ისა რის საფუძველზე არ გჯერა დედამიწაზე არავინ არ იცის შეჩემა წიგნი არ გჯერია ხელში არაფერი არ იცი ვაფშე არაფერი არ იცი სკოლაში ორიანი გაქვს მარტო მიღებული ყველა საკითხში და არაფერი გისწავლია მაგრამ რაღაცის მაინც არ გჯერა რაც გეუბნებიან ტიპები რომელსაც სათვალე უკეთია სათვალე რო უკეთია ტიპზე შენ არ გიკეთია სათვალე მინიმუმ შენზე მეტი შევაწაკე ან კატარაქტაა ან შენზე მეტი აქვს საკითხული ხო ორი ვარიანტია მე თვალი ესე და გააყოლ თუ გააყოლა ესე შენზე მეტი აქვს საკითხი არა არა განათლებული და აცდენილი და შეიძლება ცუდი რაღაცები გირჩიოს ბევრი ადამიანია კაცო ძალიან მათ შორის აფერისტი ვინ ამბობს მე რომ განათლებული ყველა კარგს ნიშნავს თქო არა ხო განათლებული მაგარი ყლე შეიძლება იყოს კაცო ანუ ბევრი დებილი შეიძლება იყოს განათლებული დებილი შეიძლება იყოს ამდენიც გინდა იმდენია ვიღაცა იტყვის შენც ეგეთი ხარო ბაზარი არა განათლებულს კომპლიმენტად მივიღებ დებილს არა მაგრამ განათლებულს კომპლიმენტად მივიღებ თუ ეგეთ რაღაცას მეტყვიან მე მაგრამ შეიძლება ბევრი მინახავს ბევრი შემოხვედრია განათლებული მაგრამ აი დებილი როა მინახავს პირიქით გაუნათლებელი მარჭკვიანი ძალიან ბევრი მინახავს დედამიწის ზურგზე შეიძლება არაფერი არ იცოდეს დედამიწა რომელი პლანეტაო კითხო და რაო კითხოს ანუ პლანეტა რა არისო ეგ არ იცოდეს არა თუ მე რამდენია მაგრამ ძალიან ჭკვიანი ტიპი იყოს ძალიან ჭკვიანი ტიპი მაგალითად მე შენ ხარ რომელი პლანეტაა იცი დარწმუნებული ვარ მაგრამ მე 4 რო ყველა მის